რამდენიმე ათეული წლის სცენაზე მდიდარი შემოქმედება და საარქივო მასალებით გაცოცხლებული ისტორია რუსთაველის თეატრში ნანული აბესაძის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებიან. პროგრამაში ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლის მიერ წლების განმავლობაში შესრულებული ყველა ცნობილი სიმღერა, რომლებიც ახალი ინტერპრეტაციით უნდა აჟღერდეს. 18 თებერვალს დაგეგმილი საღამო მხოლოდ კონცერტი არ იქნება. საიუბილეო ღონისძიება ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას გააერთიანებს, რაც ცნობილი ქართველი მომღერლის 90 წლიან ცხოვრებას და შემოქმედებასთან არის კავშირში. აიც ყველაზე უფრო მიყვარს იები და ლურჯი აფრები შენ მხოლოდ შენ გვირილების აიცით რა კარგი სიმღერაა ძალიან კარგი კარგი სიმღერების შემსრულებელი ბოლო დროს არც თუ ისე ხშირად მღერის თუმცა მისი სიმღერები ჟღერს ყველგან ქართული სცენის ვარსკვლავის რეპერტუარი მისი თაობის ყველა ცნობილი კომპოზიტორის სიმღერებისგან შედგება ყველაზე მეტად სწორედ მათი შესრულება მოსწონს რადგან თვლის რომ მისი შემოქმედებითი გზა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული სწორედ ამ კომპოზიტორებთან ხშირად დადიოდა გასტროლებზე, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთაც. იყო ანსამბლების თბილისისა და რუსთავის წევრი. ასევე ასრულებდა დუეტს სულიკო კოლოშინაძესთან და ტრიოში გია ჭირაქაძესთან ერთად. უმღერია პარიზში საკონცერტო დარბაზ ოლიმპიაშიც, თუმცა ამ დრომდე თვლის, რომ ყველაზე საყვარელი მაინც ფილარმონიის სცენაა. გამოვყოფ ჩვენ გასტროლებს 1966 წელს Grand Music Hall SSSR იყო ესა ბრუნო კოკატრიქსი თბილისში ჩამოვიდა გასინჯვა მომღერლები ჩვენ გამოვედით მე და სულიკომ და ვიმღერეთ დოდები დამოსვი და არაფერი არ უთქვია აბსოლუტურად არაფერი ჩვენ ყველანი წავედით სახლში და დილის 5 საათზე გიზო ბერაძე მირეკავს და მითხრა გილოცავ პარიზში ქუჩებში გასეირნება ნანული აბესაძეს გახმოვანებული აქვს არაერთი ქართული მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმი შეხვედრა წარსულთან, კაცი ადამიანი განგაში და სხვა. უთანამშრომლია მისი თაობის ყველაზე გამორჩეულ რეჟისორებთან და მისი ამ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, რომელიც საბედნიეროდ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, მიღებული აქვს თითქმის ყველა ჯილდო, რომელსაც ხელოვნებაში და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გასცემენ. თუმცა მისივე თქმით, აქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი, ხალხის სიყვარული. სტუდენტების ხელმოწერები, სურვილები დაგიწერეს ჩვენმა სტუდენტებმა. სიმყარულად ქალბატონ ნანული აბესაძეს. ერთხელ ვიმღერე, გამოვედი და უცებ ხედავ რობერტ დენიროს და ფიქრობ, რომ ეს დენიროა თუ მეჩვენება თუ სიზმარში ვარ თუ რა ხდება ამ დროს მომიახლოვდა მომკიდა ნიკაპზე ხელი ამიწია კისერი და მაკოცა აი აქ საიდან ამოგდით ასეთი ხმაო მე მითხრა და კინაღამ გული წამივიდა ნანული აბესაძის შემოქმედებით გზას მისი 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიმბოლურად რუსთაველის თეატრში გააცოცხლებენ ახალგაზრდა მუსიკოსები და მომღერლები იმ სიმღერების ახალ ვერსიებს შეასრულებენ რომელსაც ნანული აბესაძე ასრულებდა ვეცდებით, რომ შევქმნათ ოთხშაბათის განწყობა, რომელიც ცოტა ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა ნოსტალგიური ელფერიც ექნება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გავიხსენებთ ამ შესანიშნავ სიმღერებს და კიდევ ერთხელ ვეზიარებით ქართულ ძალიან საინტერესო საესტრადო მუსიკას, ბალადას, ჟანრებს, ბევრი ჟანრები იქნება ამ კონცერტზე წარმოდგენილი. იმდენი სიახლე აღმოჩნდა ჩემდა გასაოცრად იმდენი საინტერესო მისი ნამღერი რეპერტუარი უცხოური სიმღერები ინგლისური სიმღერები ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და ძალიან სასიამოვნო თავად პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი მუსიკოსები არაჩვეულებრივი
ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, ეს იქნება ყველაფერი, რაც ამ 90 წლის განმავლობაში ერთმა ადამიანმა შექმნა, რომელსაც საარქივო მასალების გამოყენებით ნიკა წულუკიძე მოყვება. მოვედით მასთან ვთხოვეთ, რომ გადმოელაგებინა მისი ფოტოსურათები, ეს ფოტოსურათებშიც იმდენი უნიკალური ფოტო ვიპოვეთ, ცალ კონსტანტინე პევზნერთან, რაღაცა საოცარი ფოტოები რეზო ლაღიძესთან, სულიკო კოროშინაძესთან და ასე შემდეგ, რაც არ იყო რასაკვირველია საზოგადოებისთვის ცნობილი და ჩვენ გამოვდეთ ეს, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მისი მუსიკალური მემკვიდრეობა გაგვეცოცხლებინა. ნანული აბესაძის საიუბილეო 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო 18 თებერვალს გაიმართება. მეს გას